ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებამ საქართველოში ყველაზე დიდი ცვლილებების სურსათის რეგულირებაში მოიტანა. და არა, ეს არ არის ის, რასაც ლიბერტარიანელები გვემუქრებოდნენ. კიტრის ფორმაც კი კანონით დადგენილი იქნება. პირიქით, მანამდე საბჭოთა კავშირიდან გამოყოლილი მიდგომით რეგულირდებოდა სურსათის არამარტო უვნებლობა, არამედ ხარისხიც. და სწორედ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისას ეს ორი რამ გაიყო. უვნებლობა სავალდებულოა, ხარისხი არჩევითია და გამონაკლისის შემთხვევების გარდა სავალდებულო არ არის. რა ხარისხისაც გინდა, ის აწარმოე და გაყიდე. მაგრამ იმისთვის რომ მომხმარებელი არ მოტყუვდეს და იმისთვის რომ ამ მოტყუებით არაკეთილსინდისიერმა მეწარმეებმა არ ისარგებლონ, რეგულირდება ბაზარზე განთავსებული სურსათის დასახელებები. ანუ რაც გინდა ის გაყიდე, ოღონდ მომხმარებელს უთხარი, რა პროდუქტია, რას ყიდი. შესაბამისად არსებობს უვნებლობის განმსაზღვრელი ყველა პროდუქტისთვის სავალდებულო ეგრეთ წოდებული ჰორიზონტალური კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში უკვე პრაქტიკულად მთლიანად გადმოტანილია. და არსებობს ცალკეული გასაყიდი პროდუქტების, დასახელებების და სპეციფიური მოთხოვნების მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც ქართულ კანონმდებლობაში ეტაპობრივად, ნელ-ნელა და ხშირად მხოლოდ ქართველ მეწარმეებთან შეთანხმების შემდეგ გადმოდის და ეს პროცესი დასრულებული არაა. თუმცა ამავე დროს მოქმედებს სურსათის ეტიკეტის თაობაზე ჰორიზონტალური კანონმდებლობაც, რომელიც ითხოვს, რომ ყველა სასურსათო პროდუქტის ეტიკეტი იყოს მკაფიო, გასაგები, სანდო და შეიცავდეს მომხმარებლისთვის საჭირო ყველა სახის ინფორმაციას, ვინაიდან მომხმარებლის ინფორმირებულობა თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის საფუძველია.